მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მინდა ჩემთვის რაღაც ეხა რაც ხდება ეხა მის თავს ეს ლოგიკური და ახსნადი არის ამ რეჟიმის პირობებში. ჩემთვის ყველაზე უცნაური იყო მის ჩამოსვლა საქართველოში და არ მგონი ამაზე პასუხი მივიღო, მაგრამ მაინტერესებს რა მოხდა. ანუ ის რომ რაღაც მომენტში გავრცელდა ხმები რომ მიხეილ სააკაშვილი არის საქართველოში, ოკეი და ველოდებოდით. არა, ველოდებოდი, მე პირადად ველოდებოდი მის სტილში მის გამოჩენას, არა რაღაცა მაგიდასთან, ასე ვქვი, 10 სალ ხინკალთან დაჭერილს, არამედ რაღაც ტალღასთან ერთად, როგორც მაგალითად ოდესაში იყო, რა მოხდა მან და ანუ მან რაღაცას დავამატებ კითხოს თუ შეიძლება. იცი რა იყო მან თავი კითხვა, ასე ყველა გადაცემა შოვდა, არავინ არ მოპასუხა, ეხაც ვერ მივიღებთ მაგაზე პასუხს, მაგრამ მაინც დავუშვი. ანუ რო გავიგე რომ ეს ექსცენტრიულია მიშა და გადარეული თუ გინდა თქვენ კარგი გაგებით იგულისხმეთ მე ჩემსაც ვიგულისხმებ მაგრამ სადღაც რომ მიდიხარ სადაც ამდენი წელი არ ყოფილხარ და თან გეგულება იმ ქვეყანაში ისეთი კარგი თანაგუნდელები როგორც არის მაგალითად თინათინ ბოკუჩავა ლევან ხაპეიშვილი და ასე შემდეგ ხო უნდა კითხო რომ დაბა როგორი სიტუაცია ეხა ესე რომ ჩამოვე რაღაცა რო დამიჭერენ ხალხი გამოვარდება რაღაცა კონსულტაცია ხო უნდა გაიარო ეს კონსულტაცია თქვენთან თუ გაიარა თუნდაც ლაპარაკის დონეზე აი რო ჩამოვიდე აი რას ფიქრობთ ხალხი როგორ მიმიღებს ანუ ხოცები როგორ მიმიღებენ ეს კონსულტაცია თქვენთან გაიარა თუ არა თუნდაც აზრის კითხვის დონეზე და თუ გაიარა იყვნენ ადამიანები კაი სახელს და გვარებს არ გთხოვთ ვინც ეუბნებოდა რომ კი მიშა ჩამოვდი და ჩვენ ამათ დედას უტირებთ აი ეს მაინტერესებს უბრალოდ უცნაურად გამოჩნდა როგორ მიიღო ჩამოსვლის თქვენ დაგეკითხათ ას თუ როგორ ჩვევია ხოლმე შემოჩამოვარდა ეგრევე